დღეს ჭამ კატლეს რაინს ვიყარ, მაგრამ ჭამ ვიკლებ, მაგრამ ჭამო. აბაგას. კიდევ ორი იწება ეს მუხრანისთვის, ერთი ადასთვის. ხილად. ცხელია კიდე. დილა მშვიდობის ძვირფასებო. აკეთ. რა თქმა უნდა, თმა გაშლილადან მქონდა. ყოველთვის ვიწევ ხოლმე ან რამე სამაგრით ამაგრებული მქონდა. ეს არცმია 34 ზომა. ზემოთ ვარ ჩაკვეხებული ვით, თორე აი აქ ეს იმდენად გაშლილია, რომ ძალიან კატაკაც, მაგრამ მომწონს. მაინც ვიყიდე. რამდენი ხანია მაქვს გადანახული და ერთ დღეს ჩავიცვე მეთქი და ჰაგერ, ჩავიცვი. წყალს ვასხამსტეკლოა ხოლმე. მოკლედ, ეხა ყველაფერი მოვისტუმრე, წყალი არ არის, წვეთობით მოდის მარტო. და ამათ რო ვაჭამე. აი ისინი მიყრია მარტო, აი აქ გასალოცები, ნახეთ. აი წვეთობით მოდის. ეს მთლად გაშავდა. ეს ისა. ფილტრი. საშინლად შავია, გამოცვლის მუხარანი. მე უკვე ხანე საღამოს გამოცვლიო. იმიტომ რომ მე 4 დღეა და 4 დღეში გამოცვლა ცოდო არისო. დამილევია ყავა და მინდა რომ დავდივ არც საჭმელი არ მიჭამე, ამათ ვაჭამე და სო. შუა დღისთვისაც უნდა დავიწყო უკვე საჭმლის მზადება, გაზი გავწმენდე, როგორც იქნა გავწმენდე. ხოდა კუფლო ის არის მანა სინათლე. მაკიაჟი არ გამიკეთებია, მეტყობა ესედაც და მეზარა ხავ. დაღლილი ვარ, ცუდად ვარ და გამაყოჩებელი დავლიე. ვერ დავდიოდი, ვერ ვსგებოდი, ისეთ თაუბროს ხვევები მქონდა. ეს მომწონს. მივაყოლებ. ნუ ყვირით რა, ვიდეო მაქვს ჩართული. გოდე. ნუ ყვირით. წყალი გინდა? არა, ისე არ შეიძლება, მაგრამ შენ ბოთლში ჩაგისხამ, გინდა? მარტო ცივი არა. დედი იმას გატკენს დე, ნახე სულ ცოტა. всё? დედი. წყალიც არ მოდის. აი ეს. აბა თუ მიხვდებით თმაზე რა მაქვს.
ხო, მოკლედ ეხა მინდოდა კი არ მაქვს ტელეფონი, მაგრამ დაიცავ მოხეს ტელეფონს მოხსნი. ვარ გამიბრაზდა მერე დატენილა. მინდა რომ კომენტარებზე გიპასუხოთ. გოდე, ჩაუწიე, მუსიკის ხმა არ მინდა. შავი მარგალიტი იყო ფილმი. თუ გახსოვთ, არ ვიცი. პერლა ერქვა გოგოს. ხო და აი ესეთი მოკლე თმები ქონდა ქერა გოგო იყო. და მირეკავს ეხა მაგრამ მანამდე არავის არ და რა არის? და წამოიღე. წუხელ კი არა 6 საათზე მოვიდა დილით მუხა. ეძინება და რა მიუტანედე? წყალი რატო უნდოდა? ხო არ უნდოდა მამას? რატო მიუტანე? აი აგერ. მოკლედ, საიდან უნდა გამოვიწერო, თათი ძალიან კაი გოგო ხარ და უბრალოდ და ასე შემდეგ მართალი ადამიანიო. ძალიან დიდი მადლობა ნინო ხელიძეს კომენტარი არის ეგ. ძირფაზებო, სადაც შემხვდა Real Beauty-ის ვიდეო, იქვე მივწერე, იქვე შეგიძლიათ მიწეროთ. მინდა თქო, თუ განვადებით გინდა როგორ გავაკეთო განვადებაო, ეგრე შეგიძლიათ მიწეროთ და შეგეხმიანებიან. არ მახსოვს ეხა რომელი ის იყო. მე არ გამიკეთებდნენ, ამიტომ მუხამ გამიკეთა განვადებით საქართველოს ბანკის განვადებით მე არ მაქვს საქართველოს თან არც მომცემდა. ძალიან გიხდება თათიო. მადლობა ნინო. შენი ნატრა აქვს სრულებოდეს ოხმერთმა გისმენას. თათი ცოტა თმა შეიშრე და ისე იხმარეს სველზე დაგიზიანდებაო. აბა სველზეო. სველი უნდა გქონდეს თმაო. ხათუნ ამწერს ამას. ხარ ზიანი. ნინო ნოზაძე მეც მაქვს ფრანკოსი და მართლა კარგი საშუალებაა გილოცავ შენაძენსო უღმესი მადლობა. რა საყვარელი ხარ თათი ასეთები არიან ბავშვები არაუშავსო. მადლობა ეგ ძველ ვიდეოზე ამგონი. წარმატებები თათიო. ეკა მულაძე გულები მადლობა. ხო კიდე დაიცათ ვიღაცა მითხრა ნაკლები და მიწერა მეო. თანხა 88 ლარად შემხვდა მეო, თამუნა მწერს ამას. თამუნა მით უმეტეს გაგმართლებია და თუ 88 ლარად შეხვდა ჩემო კარგო, უცებე მიგეწერა, იმიტომ რომ მე შემხვდა 99 ლარად თან აქციაო ეგრე ეწერა და რა ვიცი ხა რა გითხრა. უცებ უნდა მიგეწერა იმაზე. სადაც ნაკლებად შეგხვდებათ, იქ მიწერეთ. მე არ შემხვდა ნაკლებად. კიდე. ნანა წოწონავა თათი და გულებიო, ლელო გულებიო. ძალიან დიდი მადლობა ყველას ძირფასებო. სულ და კიდე წერიათ S1 და Go. გამარჯობა მაგდენ ხანს. ფენითაც ჩამოისწორებდი, ძალა არ მაქვს, მაგას ძალა არ აქვს. მაგას არაფრად არ გავაკეთე, ძალა აქვს. და ძალიან ხურდება კიდევაც, სიმართლე რომ გითხრა. მე ფენით რომ გაიკეთო თმა ორი ხელი გჭირდება, ერთით სავარცხელი, ერთით ის და მე ფენის გამოყენება არ ვიცი. ასე რომ მე ეგ უფრო მომეწონა, სიმართლე რომ გითხრა, ვისაც უნდა ფენით გაიკეთებს, ერთი გოგო ვიცი, თბილისში ცხოვრობდი მაშინ 2006 წელს. ისე გაიკეთებდა თმას, ისე ფენით და სავარცხლით. ისე რომ გეგონებოდა სადღაც სალონში ქონდა თმა გაკეთებული და სხვა საწყოთა შორის მეც ხშირად მიკეთებ და იქ ცხოვრობდით და მაგით. ასე რომ გააჩნია მე ვერასოდეს აი ვიყიდე, სავარცხლით ვიყიდე და ფენით მაგ დროს იქ მქონდა, მაგრამ არ გამომივიდა, ვერაფრით ვერ დავამოყალე.
ასე რომ უბრალოდ რა არის იცი? ცუდი არ არის. აი ასე უთოთი რო გავისწორე. მეორე დღეს ასე არ მქონდა. ჩვეულებრივად აბურდული მქონდა. თან თუ გონიათ ვინმეს რომ მე რეკლამა გავუკეთე და თან ხარ რამე, არა, სამივე შვილების სიცოცხლე დამეფიცება მსგავსია. ყოველთვის მინდოდა, აი ამდენ რეკლამას რო უყურებდი ამისას, რომ ნეტა ჩემს თმას ეგრე მოუხდება და ნეტა მართალია თქო და უბრალოდ ავიხთინე ეგ რაც მინდოდა რომ გამეკეთებინა. და სულად ვიგლოკებ. ასე რომ ვერ ვიტყოდი რომ ცუდია თქო. თამუნა ქამუშაძე მელნისფერი გადაისვი შავ ფანქარზეო და ულამაზესი გამოდისო. ცდი, მაგრამ ვერ მომაფიქრდა გოგო. ვერ მომაფიქრდა. ლიკა, თეთრი ულამაზი ფერის კაბა გაცვია გიხდება ძალიან. მე არ მომეწონავს ხათაშვილის ის კაბა. და ვიცი, არ მოწონდი და უბრალოდ ახან არ მწმია საერთოდ და გითხარით ლიკა მაჩუკა ანა მარია მან მეტევაო თუ რაღაცაო და მაგიტო. დედაჩემმა რა გოგო კონდესო ანა მარიასო ნუაზლევა. ხოდა ლიკა ეგეთი იყო, შენი შვილი არისო და ხოდა ანცმია და რა ვიცი, მაინც ახალი შემოვიტანე თითქოს. ეხლა სანამ დავალაგებდი ის რო იყირენ. წუხელ ვიდეოში რომ ეცვა მწვანე შორტი და ზედა პიჟამა თუ რაც არის. ეს დავიო. იმით დავალაგე, ეხლა მანქან შევაგდე, წყალი არ არის. არა, ისე არ არის. გოდე არ მინდა, ძალიან გთხოვ ბიჭო. ღმერთო. საწავიდე მითხარი. გადაანელე. ვიცი. всё იყოფა. ხო, თამარა ზირაქაძეც მომწონს ხარო შენი სტილიო, შენი ფორმაში ხარო და ასე შემდეგ და ძალიან დიდი მადლობა თამრი. უღმესი მადლობა. ირინა გუდური, თათუ და გულებიო, უღმეს მადლობა ირიდა, ძალიან დიდი მადლობა რომ ისევ ხარ ჩემთან და მიყურებ, უღმესი მადლობა. მარი ხელაია გულებიო, მადლობა მარი. ზინა, ადა და გულებიო, უღმესი მადლობა ზინა. ძალიან დიდი მოკითხვა, დიდი სიყვარული ჩვენგან შენ. ნონა, ეს ფერი გიხდება თათი და კაბები, მაგრამ გიხდებაო. მადლობა, მეც ვფიქრობ რომ იხდება კაბები. ვიოლა, ადას როგორ უხდება ზიზიევი მშვიდობაშიო. უხდება კი, ყველაზე მეტად ის კაბა მომეწონა. მაგრამ ყვითელიც რო ეცვა მაშინ, იქ რო ჩავაზომე, პიანინოსთან რო დგას. ისიც იმ ამანათებთან ერთად იყო და ისიც ძალიან უხდება. აი ძალიან. და გეკა, ვიდეოს ვიღებ და დამშვიდდით. ვერა გოგოჯიშვილი, ვაუგილო ცოტათი წარმატებებიო. უღმესი მადლობა. ეს ალბათ იმაზე. ახალი მიღწევა მომივიდა YouTube-ზე არის ეგეთ რაღაცეები ჯერ 1000-ზე გიწევს ნახვებზე და მე ეხა მილიონი დამეწერა 1 მილიონი, მაგრამ 2 და 3-ის დაწერა არ მახსოვს. ღმერთო, საწავიდე. მოგედეს. ყავასაც დავლებ თორე ეს სული თიშება, მუხლანის ბლოკი უდევს და ალბათ მე მგონი 2 წამიანზე უყენია, რომ სულ დაიბლოკოს ხოლმე. მოკლედ, ტემოს ამანათიდან ვარდისფერიზე და რო გაცვენეთ ჩემი მაგ დასაბრუნებელი. მუხლანი არ მიბრუნებს. 9 ლარი მოუთხოვიათ ხალხო დაბრუნების და აზრზე არ ვარ. მე კიდე ეხა რა მოგვივიდა ჩვენ. ხან ჩემიდან რო ვიწერ და ხან მუხაზიდან კურიერი მოვიდა ერთ დღეს და მე ვერ გავიხსენე ჩემი რომელი იყო მკითხა რომელს მივაწერო და მე უთხარი რა ვიცი ერთი ოჯახი ვართ და ერთი ოჯახიდან მიდის მეთქი ეგ ორივე და თავისით მიაწერა რა რომლის იყო რა ვიცი მე არ ვიცი მოკლედ და არასწორად ჩაუდია ხო არის რომ რაღაცაც
აბრუნებ თანხა რომ უნდა დაგიბრუნდეს და მოკლედ აცდით მაგ ყველაფერს და არ ვიცი თანხა დაბრუნდება თუ არა. იმიტომ რომ ტემოზე იქ სადღაცა რომ ჩამოუყვები წერია რომ თუ თქვენს მიერ დაშვებული იქნება მსგავსი შეცდომა რომ ანუ ამანათი ვისაც არ გამოუწერია და მსგავსი როგორც ეხლა ჩვენ შეგვემთხვა თანხა არ ბრუნდებაო და რა ვიცი. არ ვიცი კიდე რაღაცები მიწერა მუხამდა თუ გამოვა თუ არა და დაკარგულია. ის გეგას ორეული რომ დავაბრუნე ეგ 200 იმისი 53 ლარის იყო 200 იგი არა. საიდან მომაფიქრდა 120 ლარამდე არის ისინი. ფეხსაცმელი გოდესი დავაბრუნეთ. იმიტომ რომ ოდნავ მიჭერსო არ უნდა დაბრუნება, მაგრამ ჯერ სკოლა არ არის და ფოტასები ბოლოს რო გაჩვენეთ ყავისფერში. თუ მდელოსფერში რა ვიცი. ეგ 39 ლარი თუ 35 იყო არ მახსოვს. მე მუხას რაღაცეები ნაწილები იყო და 100 ეხლანდელი 120 ლარამდე იყო რა ჯამში. ხო და მუხა იმეუბნება წყალში ჩაღარე, ხა იმიტომ რომ მე არ დამრიგე და არ მკითხეო. მუხა მიცის რომლისგან არის ხოლმე გამოწერილი. არაფერი არ უნდა. პარკები ხო არის მუხრანი ეწერია თათია. ერთიდან ამოიღებ, აქეთ ჩადებ, იქედან ამოიღებ, იქეთ ჩადებ. ვიცი არაფერი არ უნდა, მაგრამ არ ვიცი. მეც არ ვიცოდი თუ ესე მოხდებოდა. თორე დაურეკავდი მუხას. იმას კურიერს წესით თუ იცოდა, უნდა ეთქვა ჩემთვის, რომ ესე თუ არასწორად მიუთითებთ, თანხა დაგეკარგებაო. არ უთქვია. ეგ რომ ეთქვა, მე ჩვეულებრივად მუხას დაურეკავდი და ვკითხავდი, ვიზე რა უნდა მიეწერა სახელი. კვეთხესუნი აქ. ანა მარიას ტორტი კაი იყო. გემოთი. გარეგნულად იმდენად არ მომწონდა. ეხა მოდის ლიკასი. 14 სექტემბერს. ლიკამდე ნიკუშასი, მუხას დიშვილის. და მოკლედ. არ ვიცი. წავალ თუ არა ზუსტად არ ვიცი. სურვილი მაქვს. მაგრამ ნახოთ, დღეს აღებინა გოდემ. ორჯერ. რაც შეჭამა აქეთ ამოიღო. თვალი და მიშკერდა. ხოდა ლიკას მივწერე შურღაიას, რომ მოხლა დაბრუნებას არ მიკეთებს, მეთქი, იმიტომ რომ 9 ლარი მოითხოვა იმ მარტო ზედაზე, ეხა აქ რომ აქ. არ ჩამიძომია, თავის მარკით არის, შენახული მაქვს, წუხელ მომინდა, რომ ჩამეცვა ერთი, როგორი მაქვს, ხო და აი აქ არის ძალიან დიდი, აი ას ტომარასავით. არ მომეწონა. საერთოდ. და ეხლა ვცდილობ რომ ვისწავლო მივაგნო თუ როგორ უნდა დაბრუნება და მე ლიკას შევხვდები და ერთხელ რომ მაჩვენებს მე მეც გავაკეთებ. არ დავინტერესებულა ეს კაცი რომ აბრუნებდა. ხილი გამომატანეს სახლიდან. ხო და არ ვიცი რამდენი კილო იყო. უცებ ხო გადაწყდა ჩემი წამოსვლა და უცებ რაც მოგრჩებული ქონდათ ის გაასუფთავეს და ის გამომატანეს მუხას გავაყიდინე ვუში. 22 ლარი გაჭრაო დადია. ხო და იქიდან გადავდე 9 ლარი მაგის ისაცი.
დავაბრუნებ მაგზედაც არ მინდა. არ მომწონს, რაც არ მომწონს, რაზე მედოს. უბრალოდ არასდროს არ ყოფილა, რომ რაღაცაზე თანხის გადახდა მოეთხოვათ. რაღაცის დაბრუნებაზე ნივთის, იმიტომ რომ სულ აბრუნებთ ხოლმე რაღაცეებს. ეს ვერ გავიგე რატო. თან არც არის დიდი დრო გასული ჯერ. 3 თვემდე არის დრო დაბრუნების. თამთასთან მინდა გადასვლა. მარტო რა თქმა უნდა ბავშვებს არ მიუყვან ფეხმძიმე ქალს ეხა. ეს რა რიცხვია? 9 აგვისტო. მერტო ჯერ სადაა? მოკლედ, ეხლა ეს უნდა წავიკითხო. შონი ბეკო ესე წერია, მაგრამ არ ვიცი ვინ არის, სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად ვინ არის, ეგ არ ვიცი. არ ვიცი დანაწერი აქვს თუ არა საერთოდ თავის სახელი, მაგრამ ძალიან სიამოვნებს ამ ადამიანის კომენტარი. ჩქიმ გუდუბოშ გოდე ჯამთელობა ირფელ ჯგირო ი თათუ კომიჩკ მუ ინოხეს კანგურს მახოლე ათაშ ილახებდეს შირხოლო ირო თერმოზით გილომიღუდ ჩაი ხანგას მიწახდეს უცებ ექიმშა ველახებუდ მალამალას მარა დელახებდეს მანგარ გუშაუნაფალ მაფუდ მიდართ დროგდო მუჭო უმოздიდებქ ინა მუშ უჯგუშო ინა თათი ეკ ვამიჯგ მუჭორე აქ პუნს ოჯახი შექიმდო იფრეს გემდგნა ფარა თენას უგე უღუ უჯგუშრე ჩქიმ ლიკუ ეხს კან დედიკოშ მანგარო მეწყენ ნათელს ქოოფედას მახოლო ჟანეჟო თოშკვიწანერ პაპუჩუდუ თათ მუჯგირ ბიძ რონს ხოლონთ გჯამთელობა მერჩანი შირხოლო ჯიმალეს ზალა ბარაკა ართიანი შიმენდით მილიონ წანას ქოოფედან თათუ მანგარო დუმოგორ სოფელის ვიდეო თქვენ წკმართო ირო მახოლო კოფის შუნდო თეკ ორეკ მიჩკანამარო კუკლარეკს კვამია ძალიან დიდი მადლობა შენ ანუ ცუდი არაფერს არ წერს კარგს წერს გამოჯანმრთელებას გისურვებთო როგორც უფრო მეტად გაიზრდებიან მივთ უფრო ადვილად დაძლევენ ყველაფერს და ამას წერს და ლიკას დედიკოზე ძალიან დამწყდა ოგულიო და ნათელიო მისულსო ბიძაჩემზე წერს მუჯგი რა კაი ბიძი გყავსო ყופები არიან და ერთმანეთის გარეშე საჭმელს აჭამენ სულ ერთად ჭამენ სახს ჩვენ რო ვაკეთებდით ბიძა გვეხმარებოდა ბიძა რო აკეთებს მამაც ეხმარება და მოკლედ ეს თუ რამე შეეძლო ჩემმაც მამაც რაღაც გაუკეთა თავის ხარჯით და მოკლედ ესე ვართ კი მაგარი დაცმობა მამა ჩემს და მის დაცმებს ძალიან კარგები არიან. ნუ შვიდი. ხოდა ასე რომ კი კარგები არიან. ხო, აგერ ხათუნა მიქაძემ წერს, რომ გადასხმაში შეყავთ ვიტამინები და ანტიბიოტიკები, ნუგონიათ მხოლოდ წყალს უსხამენ და ხათო.
შენთან არ ვიცი მე ხა რას უსხამენ, მაგრამ ჩვენთან ყოველთვის ვკითხულობ ხოლმე თუ რას უსხამენ მან. ეხლაც რო გადაუსხეს გინდ ბორჯომში და გინდ აქ არანაირი ვიტამინები არ შეუყვანიათ. ვიტამინები რო შეგიყვანონ, შენ უნდა მიიტანო ეგ. გინდ დაწოლილი რო ვიყავით ჩვენ გინდ ქუთაისში და გინდ წალენჯიხაში რამე ვიტამინი არ შეუყვანიათ. ანტიბიოტიკსაც ესე მომიტანდნენ, კაფსულას ხსნიდნენ და ქაღალდით მოქონდათ ისიც რომ ეს კოვზით გახსენდა ისე მიეციო. კაფსულას ხო გახსნიდნენ და მიყრიდნენ თუ დიდი ქონდათ შუაზე ყოფდნენ, დიდი დოზა თუ ქონდათ. იმ კაფსულიდან შუაზე ყოფდნენ და ქაღალდით მოქონდათ ჩემამდე, რომ ბავშვისთვის მიმეცა ნახევარი დოზა. ასე რომ გააჩნია სად რას აკეთებენ თორე. მე მაგიტომ თქვი, რაც არ ვიცი არ ვიტყვი, მაგიტომ თქვი რომ მხოლოდ გადასხმა ერთხელ ჩაამატეს რაღაც გვანცამ დაუწერა, გვანც ექიმა და აქ რო ვაკეთებთ ხოლმე, ექიმი რასაც უწერს, ყველაფერს უსხამენ. იქ კიდე რაღაც არ მახსოვს რა იყო, იქაც მე მგონი ღებინების საწინააღმდეგო იყო რაღაც შეურიეს ბორჯომში. თორე საერთოდ რო ვიწექით, მხოლოდ ისე. რამის ჩასხმა არ მახსოვს. ზოგჯერ ნახეთ, გამიგია რომ აი დიმედროლი გაურიე და კიდე რაღაც. მე მგონი გამაყუჩებელი. ნუ შპაც გამიგია რომ ჩაასხეს. ვიტამინები არა. სუსტად ვიცი ამას, იმიტომ რომ ეხლაც შენ გადასხმა რო გვინდოდა, ვიტამინები ვიყიდოთ, რომ მუხა აქეთ მეუდებოდა და მივიტანოთ. და სხვათა შორის რაღაცეები რო დასჭირდათ, მუხა გავიდა, იყიდა, მოიტანა და ჩაგვისხეს. გავუკეთეთ. ესე იყო. 10 ექში გაიქეციო და ეს მოიტანე მოგითხეს და გაიქცა მუხანი, მოიტანა და გავუკეთეს მე. სხვაგან როგორ ხდება არ ვიცი. მე სადაც ვიყავით, აი იმას გეუბნები და თან ნახეთ, ქუთაისშიც არ მომეწონა ის, რომ ვიწექით შპრიცი, ხო იცი, ჩვეულებრივი ნუროფენის შპრიცები, სავსე იოდინოლი მოქონდათ და ერთი პირიდან მეორეში რო ასხამდნენ. არ არის ეგ სწორი. არ არის მიღებული. ჯერ მე საყვედურობთ ზოგჯერ ჩანგლიდან ჩემს შვილებს, მარტო ჩემს შვილებს, რომ საჭმელს ერთი ჩანგლით ვაწლებდიან ერთი კოვზით და ეხა ამ საერთოდ საავადმყოფოში რამდენ ბავშვებს დაული და სხვისი პირის ჩანადებს, რომ კიდევ სხვა ბავშვს მიაწვდ, არც ეგ არ არის სწორი. უბრალოდ რა არის იცი? დამერეკეს მე გეგა რო გამოვწერეთ, კარგ ახნის მერე ქუთაისიდან რო ჩამოვედით, როდის იწვა შაშანწი მე მგონი. დამერეკეს და მე ყველაფერი მოვყევი. ანუ რა რის თქმა შეგიძლია შენ, ან რამდენ ქულას, რას რამდენ ქულას მიენჭედი. დამლაგებელზეც ვთქვი, რომ ანუ არ გაგდება არც არაფერი, უბრალოდ სიტყვიერი ისიც შეგიძლია. აი, შენი წყალი იყო ეს. სიტყვიერადაც შეგიძლია ჩვეულებრივად, რომ საფირფარეშოს რო წმენდნენ იმით პალატაში არ უნდა შემოვიდეს არავინ. ბევრ რამე ვთქვი, ისიც უთხარი, რაზეც ვტიროდი მე იქ ქუთაისში გეგა რომ მეწვინა და ახალ ვირუსიანებთან რო დაგვაწვინეს. ესეც უთხარი, ესეც არ იყო სწორი თქო. მაგრამ მაკა იყო, არ ვიცი მე რა გვარია ის, რო დადიან ხოლმე დილით დაივლიან, ძალიან გაბრაზ და თითქოს მაჩუმებდნენ და არ უთხრაო, მაგრამ მაინც მოვყევი, რომ ესენი ახლები არიან და მე აქ გადმომაწვინეს და ისევ ბავშვს სიცხე მისცა თქო და დასცხო იმათ, ვინც მე იქ დამაწვინა. ასე რომ თუ რამეს ვამბობ, ყოველთვის იქაც ვამბობ და აქაც. ასე რომ რაც ხდებოდა იმას გიყვებით. თან უყვები სხვისაზე არა, ჩემსაზე. ეკა ჯანაშვილი მშვენივრად ააგო და რა იტყობა ავადმყოფობისა და მუხამაც ეგ მითხრა. სხვათა შორის. და გვანცა ექიმაც ზუსტად მაგიტომ არ ვაწვენ, რომ ჯანზეა. ამიტომ არ არის დასაწვენი. ჩვეულებრივად სახლშიც შეგიძლიაო და ზუსტად მაგიტომ ორ ანტიბიოტიკს ერთად ვაძლევ.
სამაგიეროდ რა ვიცი, გამოუძვრებოდეთ და არ მინდა არაფერი. ორ შაბათს მისაყვანი მყავს და ვნახოთ აბა და ისევ რომ მოისმენს რა იქნება. ყველას უხმესი მადლობა თბილი კომენტარებისთვის და მეჩი ეს კიდე თეკა უბერი კარგი პედიატრიაო სწორმკუნარობას დაუნიშნავს და დარჩენის პრობლემა თუ გაქვსო მე გიმასპინძლებო სალომე ბარდაველიძემ დამიწერა ეს და სალომე ძალიან დიდი მადლობა მუხა მიულება ეს რა უთხარი რომ ერთმა გოგომ ესე დამიწერა თქო და დარჩენის პრობლემა თითქმის ყველგან მაქვს. ასა და არავინ არ ყავს. სიმართლე რომ გითხრათ, არც ქუთაისში, არც ბათუმში, არც თბილისში. ხო და წადიდე გააკეთე. მაგრამ მაინც არ შეგაწუხებდი. და ტრისას მუხანი ამბობს, ეს ჩვენი სამი შვილის სახლში. ტრისას შევწყობი მეთქი ამბობი რა, აი ესენი ისეთი გიჟები არიან ხოლმე. ხო, ექიმი რატო არ ცდილობს რომ გამოწვევი მიზეზი მოძებნოსო და გამიგია კი საზღვარგარეთ იშვიათად რომ ანტიბიოტიკები დანიშნავა. ჩემს სამეზობლოში იყო ერთი ბავშვი. სულ წარმოიდგინე, ეხლა 18 წლის არის ის ბიჭი და სულ საავადმყოფოს კარზე ვიდექითო დედამისი ამბობდა ისედაც ხო გახსოვს შენ. სულ მაგრამ ღვთისმსწავლობით ეხლა ესეთი ძლიერი ბიჭია. მაგაზეც იყო საუბარი, როგორც ჩემზე ამბობენ ხოლმე რომ ამდენი წამლები და ამდენი ანტიბიოტიკები და ასე და ეს ექიმი უნიშნავს და მე რა გავაკეთე. ცდილობს რომ ანტიბიოტიკების გარეშე გამოძვრეთ. ყოველთვის აი ამბობს თვითონ აძმეულება ხოლმე რომ აი მოდი ნახე ეხა ეს მიცეთ მინდა რომ ანტიბიოტიკის გარეშე გამოძვრეთ. თუ არ საჭიროებს არ დაუნიშნავს. ჟირაფი და პეპა მინდა. ჩაგირთოს იმან და რომ მაგალითად დაგვეწვია რა იქაც იგივე იქაც ანტიბიოტიკს გაუკეთებდნენ არ გაუკეთებდნენ გაუკეთებდნენ იქ საკოლე სიგნითა ნო არის შვიკი იქ არის ადა არის იქ საყურეა დედიკო რა და რა უნდა ისარი ადასხერია შენი ვარდისფერი მანიკური იქ დაუტოვე სუზის ვარდისფერი მანიკური სუზის აჩუქე კი ხო კაი გოგო ხო ხოდა მოკლედ ესე ჩემო კარგი დღეს მაქვს ეგეთი დღე მოწყენილობის მაია ბალახაშვილი ხო ჩემს კომენტარზე პასუხთან დაკავშირებით დამიწერა ვინც ეგ დაგიწერა არ იცის მესხეთის ბუნება ჩვენსგან ზაფხულში როგორც არ უნდა ცხელოდეს რომ იწვიმებს იცის საკმაოდ სიცივეაო რა კომენტარი იყო ეგ არ მახსოვს მესხეთის ბუნებაო გიორგი მოსწონთ და ძალიან დიდი მადლობა კი მართალი ხართ ძალიან ცოცხალი ბავშვი ძალიან ცოცხალი სულ მაგ სინკოვაი არ მიდევს სინტომიცინი არ მიდევს სპერმაცეტოვიო თუ რაღაცა ეგეც მიდევს და სინაფლანი მალამოები
ისიც ბეპანდენი მე მგონი სწორად. რაღაც ძალიან გამოღლილი ხარ ხათუნა მიქაც ძალიან დიდი მადლობა ხარ. ხეს ისე ვიყავი ეხა მე რომ საერთოდ არ მინდოდა არაფრის არც გაკეთება არც არაფერი, მაგრამ უბრალოდ სხვა გზა რო არა გაქვს, რომ შენ ხელს რო შეუყურებენ და რას გააკეთებ, ბავშვებს ხომ უნდა აჭამო. მერე გამაყუჩებელი დავლი, კეტანაურდუოს ხმარობ და ძალიან ადვილად მიყუჩებს, სადღაც 15 წუთში всё, მერე აღარ მტკივარებ. ხო და მერე დავალაგე, მოუწმინდე იატაკები იმით დომესტოსით. ლეიბების და საფლების გატანა მინდოდა, ლეიბი რო წამოვიღე, გავიტანთქო. ისე ძალიან იყო მოღრუბლული, შემეშინდა არ იწვიმოს მეთქი და აგერ კი გამოანათა და დამრჩა ისე. ეხლა ყველაფრის აყვა მეზარება რომ გამოვიდა, და დროისა. ოი, 3 უკვლია 10 წუთი. კაი, წავედი ეხლა ძვირფასებო. აჯაფსანდავს დავაკეთებ, უცებ და მერე საღამოსკენ იმედია მოვიცლით, ამთასთან მინდა გადასვლა. გუშინ დამპატიჟა ყავაზე, მაგრამ არავინ არ მყავდა სახლში ხო გეუბნები, დილით მოვიდა მუხრანი 6 საათზე. 3 წუთები იყო გამეღვიძა, მოვედი, არ არის დავურეკე საათ ხარ, არ მოდიხარ ამდენი ხანი. მოვალ ცოტა ხანშიო და ცოტა ხანში იყო კიდე დილით გამეღვიძა ადრე, აწი გამოვალო და სადღაც 6-ის მერე მოვიდა. წავედი ძვირფასებმა ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას პოზიტიურს და ნაყოფიერს, რაც მთავარია. დროებით.